დღეს მოვამზადებთ რაღაც საოცრებას. ლიმონის ბისკვიტით, მოხარშული კრემით და კენკრის соусით. დავიწყოთ ბისკვიტით. შაქარს დაახეხეთ ლიმონის ცედრა და ხელით კარგად გადასრისეთ, რომ გაუშვეს თავისი არომატები. შემდეგ დაუმატეთ კვერცხი და კარგად გათქვიფეთ. შემდეგ დააწვრეთ ლიმონი, დაუმატეთ გამაფხვერებელი სოდა და ვანილი, ასევე ზეთი, ფქვილი და ისევ კარგად გადაურიეთ. სუსტ პროპორციებს გიტოვებთ პოსტის აღწერაში. ფორმას წაუსვით ცოტა ზეთი და გადაიტანეთ მომზადებული ცომი. აწყვეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30-35 წუთი. გამომცხვარ ბისკვიტს დაასხით ცივი რძე. მოხარშული კრემისთვის შაქარი, ფქვილი და რძე გადაურიეთ და აუცილებლად გადაწურეთ საცერზე, რომ არ გაყოს გაუხსნელი ნაწილები. დადგით დაბალ ცეცხლზე, გაუნდმებით ურიეთ და ბუშტებს რომ გაიკეთებს, გადმოდგით ცეცხლიდან. ცხელსვე დაუმეტეთ კარაქი და მოურიეთ. შემდეგ გადაიტანეთ ბისკვიტზე და თანაბრად გადაანაწილეთ ზედაპირზე. კრემის ცალკე გაგრილება არ არის საჭირო. კენკრას დაუმეტეთ შაქარი, სახამებელი და დააწურეთ ლიმონი. დადგით ცეცხლზე, გაუნდმებით ურიეთ, მასა რომ შესქელდება, გამორთეთ ცეცხლი. მოასხით კრემს და დესერტი მზად არის. რა თქმა უნდა, სტაბილიზაციისთვის აუცილებელია მაცივარში დაყოვნება, მაგრამ მოთმინება არ არის ჩემი ძლიერი მხარე. რაც მოასწრო გაგრილება ხო კარგი, დანარჩენი მუცელში დასტაბილურდა. გემრიელად მიირთვით.